მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ დავით რობაქიძე და ამ ვიდეოში გავაგრძელებ თუ რა არის მეტადატა. მეტადატა არის ინფორმაცია, რომელიც როგორც წესი ინახება XML ფაილში, ან შეიძლება სხვადასხვა ფორმატი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა და მაგალითად თუ არის ვიდეო, რომელსაც ქვია dato video 1, იქვე იქნება XML ფაილი, რომელსაც ერქმევა dato video 1.xml. ამაში იქნება შეყვანილი, ამ ფაილში იქნება შეყვანილი ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც არის ამ ფაილზე. ანუ რო წარმოვიდგინოთ ადამიანი დაჯდა, ჩართო ვიდეო, თავის ბრაუზერში და არა სამონტაჟოში, უყურა ვიდეოს და დაიწყო ვიდეოს აღწერა. ეს ვიდეო არის გადაღებული 2025 წელს, გადაღებულია თბილისში, ოპერატორი იყო ესა და ეს ადამიანი, ჟურნალისტი იყო ესა და ეს ადამიანი, გამოდის ესა და ეს ადამიანი და საუბრობს ამ თემაზე. რა თემები, რა ინფორმაცია უნდა შეიყვანოს, ეს არის ინდივიდუალური და შეიძლება გადაცემის, პროდაქშენის და სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით ეს იცვლებოდეს. ანუ ეგრეთ წოდებული metadata ფილები იცვლებოდეს. და ამას ეძახიან როგორც წესი metadata trees, ანუ ხეს, რომელშიც ისაზღვრება რა ტიპის გადაცემის შემთხვევაში რა ინფორმაცია გჭირდებათ. რატომ? იმიტომ რომ ერთი დღის მერე, ერთი საათის მერე თუ 10 წლის მერე ჟურნალისტი იქნება ეს თუ ოპერატორი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვისაც აქვს ცდომა ამ მასალაზე, მარტივად შეძლოს მოძებნოს. რადგან მხოლოდ სახელით მასალის მოძებნა იქნება ძალიან რთული. და როცა გაქვთ 1000-ობით მასალა და 10000-ობით ფაილი და 100000-ობით ფაილი, ძალიან რთული არის მხოლოდ სახელით მოძებნოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამეორება იქნება. მაგრამ რო წარმოვიდგინოთ advanced search-ი, სადაც ჩვენ წერთ მინდა ვიდეოები, რომელიც არის გადაღებული თბილისში, რომელიც არის გადაღებული 2025 წლის 1 მაისიდან 30 მაისამდე და რომელიც არის პოლიტიკური თემით და მასში მონაწილეობს დავით რობაქიძე. ეს search-ი უკვე თქვენთვის ბევრად უფრო მარტივი იქნება. და მსგავსი advanced search-ით თქვენი ჟურნალისტი ბევრად უფრო მარტივად მოიძიებს მასალას. თუმცა ამ შემთხვევაში უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცა უნდა იჯდეს და ის მასალა აღწეროს. ხოლო როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა, ამას გაიგებ შემდეგ ვიდეოში.